90-იანი წლები არ არის ჯერ და ამერიკაში გვაქვს გამოფენა მე და ირაკლი ფარჯი. და ირაკლი ამ დროს იყო ცოტა ვერ იყო ჯანმრთელად რა. ცუდად იყო რა უკვე და 11 ჩემი ნამუშევარი და 11 ირაკლის ნამუშევარი წავიღე ამერიკაში. ეს გამოფენა იყო ქალაქ სანტა-ფეში. და ისე მოხდა რომ ეს ნახატები იქ დარჩა ამერიკაში 22-ვე და დაიკარგა. და მე რომ ჩამოვედი აქა და რაღაც ირაკლი ცუდად იყო და უკვე მაშინ გარდაიცვალა ირაკლი რა. ერთ ჩემ კაი ნაცნობ ადამიანს დაურეკე ამერიკაში ქართველს ქალბატონს და მე ვთხარი აი ესე მოხდა თქო და იქნებ დამეხმარო რომ ჩემები არ მაინტერესებს თქო იქნებ ირაკლის ნამუშევრები მიპოვო თქო რა. კიო. მემუშავებ მაღაზიაზე და მოკლედ იპოვა რა ბევრი როლი აღზევდა ეს ნამუშევრები. და 11-ვე ტილო როლონებად იყო დახოვილი, წავედი საბაჟოზე განვაბაჟე და მივიტანე მაგის ოჯახში. ეხლა გავიდა წლები და 1997 წელია და ვარ ქალაქ ნიუ-იორკში. იქ ცხოვრობს ერთი ჩემი ახლობელი ნათესავი მეგობარი კაცი. ხო და წამოდი არ გინდა იტალიის რესტორანში წავიდეთ გემრიელოს შევჭამოთ საჭმელი. კი, მე ვთხარი როგორ არ მინდა თქო და წამიყვანე რაღაც საკაიფო იტალიურ რესტორანში რა. ბიჭო შევედი და არ კიდია ჩემ 11-ვე ნახატი. რა სიურპრიზი იყო ახლა ჩემთვის? აი ძალიან გავოგნდი რა და მე ვთხარი რომელ სასხელს დაადებ ის რა თქმა უნდა შენია და მოკლედ იქიდან რამოდენიმე წელი გავასხვისე იქვე იყო მაგის სურვილი და ან შენ წამოვიღე და ესე რელიკვიას ავიდ მაგ რა. როგორი აი ეს ბალერინა ნახე? ფაქტობრივად ჩემი შვილია რა ეს. ნახე როგორი ვეფხვია? ეს შენ კოლექციას. გოგონები წარმოსახვითებია თუ რეალური? იცი რა, ზოგი როგორია, იცი რეალურიდან წარმოსახულია მე რა. და ზოგი ახლა ნატურიდან ესე არ მიხატია პირდაპირ.